მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი და რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია? ქართველის საინტერესო განცხადება. კონტრაქტი არ ყოფილა. რა ხდება ჩაკვეტაძის ტრანსფერის გარშემო? ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. თუ რაიმე მიზეზის გამო არხი ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, გამოვასწოროთ ეს შეცდომა. უმეტესობა უყურებთ ჩემს ვიდეოებს, რაც ძალიან მახარებს და იგებთ სიახლეებს ქართველ და უცხოურ ფეხბურთელებზე. ხოლო ეს ყველაფერი ორივე მხარესთვის მომგებიანი რომ იყოს, ამისთვის საკმარისია ერთი ღილაკის დაჭერა. კომფორტულად მოკალათდით და ჩვენ ვიწყებთ. ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა საშა ტავალიერიმ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ტავალიერიმ გიორგი მიქაუტაძეზე დაწერა და დაასახელა კლუბი, რომელსაც ლიონის თავდამსხმელის მიმართ კონკრეტული ინტერესი გააჩნია. ტავალიერის ინფორმაციით მიქაუტაძემ პარიზისგან და რენისგან მიიღო წინადადებები, თუმცა მათ უარი შემოუთვალა. თუ საფრანგეთში დარჩენაზე მიდგა საქმე, ქართველ ფეხბურთელს ურჩევნია ლიონში გააგრძელოს ასპარეზობა და უარი ზუსტად ამიტომ განაცხადა. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის ცნობით, კლუბი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს, აინტრახტია. უბრალოდ გერმანელები ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგავენ, თუ ელივაი გუნდს დატოვებს. ფრანგ თავდასხმელს რამოდენიმე მსურველი ყავს და აინტრახტი შეთავაზების მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-26 წლების სეზონი მშვენივრად დაიწყო და ლანს გაუტანა. მისი გოლით ლიონმა 1-0 იმარჯვა და მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს მეცის წინააღმდეგ გამართავს. ეს ნამდვილად საინტერესო თამაში იქნება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, მეფე გიორგი სწორედ მეცში თამაშობდა. წარმატებები გიორგის და იმედია ყველაფერი გამოუვა ტრანსფერის მხრივაც და კარიერაც კარგად დაულაგდება. დავწეროთ კომენტარებში ჩვენ სტილში #გიორგი შენთან ვართ. ბოლო დღეების განმავლობაში ევროპულ მედიაში აქტიურად იწერება გიორგი ჩაკვეტაძის ვალენსიაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გავლენიანი სააგენტოები და სატრანსფერო ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ღამურებთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა და დიდი შანსია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვალენსიურ გუნდს შეუერთდეს. ამ ინფორმაციების პარალელურად ვოტფორდთან დაახლოებულმა სააგენტო ვოტფორდ ობსერვერმა დაწერა, რომ ვალენსიას კაჭკაჭების ხელმძღვანელობასთან კონტრაქტი არ და შესაძლო ტრანსფერზე წინადადებით ჯერ არ მიუმართავს. ამ კვირაში საქართველოდან გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ლა ლიგის ერთ-ერთ კლუბში პოტენციური ტრანსფერის წინ ამ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. თუმცა ჩვენი ინფორმაციით კაჭკაჭებს ესპანური მხარისგან ჯერჯერობით არაფერი სმენია. თუ მათი მხრიდან ინტერესი რეალურია, მაშინ მათ იმაზე გაცილებით დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე სავარაუდოდ შემოთავაზებული 10 მილიონი ევროა. სეზონის დაწყებამდე კლუბის ხელმძღვანელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გუნდის ლიდერების გაშვებას არ აპირებენ. ჩაკვეტაძეს ვოტფორდთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და მისი გაყიდვა კლუბის გეგმებში არ შედის. თავად ჩაკვეტაძესაც ნათქვამი აქვს, რომ აკყოფნით ბედნიერია და სურს გუნდს პრემიერ ლიგაში დაწინაურებაში დაეხმაროს. პარალელურად ცნობილმა ვალენსიურმა რადიო ტრახონამ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ვალენსიაში გადასვლა უნდა და ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ნაკრებში თავის თანაგუნდელებს გიორგი მამარდაშვილსა და გიორგი ქოჩორაშვილსაც ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ღირსებას იცავდა. ქოჩორაშვილი კი ამავე ქალაქის კიდევ ერთ კლუბ ლევანტეში თამაშობდა. გუშინ ესპანურ კლუბთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ჰექტორ გომესმა დაასახელა თანხა, რომლის მიღებაც კრაზანებს სურთ და როგორც ირკვევა, საუბარი მინიმუმ 10 მილიონ ევროზეა. ასევე იწერება, რომ ღამურები ანდრე ალმეიდაზე არიან დამოკიდებული. ვალენსია პორტუგალიელ ფეხბურთელს 10 მილიონ ევრო დაფასებს და მისი გაყიდვის შემთხვევაში ვოტფორდისგან თანხმობის მიღებას შეეცდება. ასევე ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ალმეიდას ერთ-ერთ შემცვლელად კამერონ პუერტასიც განიხილება, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის ჩემპიონატში თამაშობს. ფიქრობ, ესპანური ლიგა და ვალენსია იდეალური ადგილია გიორგი ჩაკვეტაძესთვის, რომ თავისი პოტენციალი ბოლომდე გახსნას. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მოუხდება თუ არა ესპანური ჰავა გიორგი ჩაკვეტაძეს და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ვალენსიაში გადასვლა. ასევე მაინტერესებს, როგორ თვლით, ჯობია გადავიდეს ახლა ვალენსიაში თუ დაელოდოს უკეთეს შემოთავაზებას. მოკლედ გელოდებით კომენტარებში. ყაზანის რუბინში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ილია სამოშნიკოვმა, რომელიც ამჟამად მოსკოვის სპარტაკის ღირსებას იცავს, კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი შემტევ
ხუთშევი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ხვიჩა ოქროს ბურთის ფავორიტთა სიაში უნდა იყოს. როდესაც რუბინში თამაშობდა, არ მიფიქრია მოიგებდა თუ არა ოქროს ბურთს, მაგრამ როდესაც მის პირველ ვარჯიშს ვუყურე, მაშინვე მივხვდი, რომ საზღვრები არ ქონდა და წარმოუდგენელ სიმაღლეზე ასვლა შეეძლო. მისი წარმატება გულწრფელად მიხარია. ქართველმა სუპერვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA TV-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ასევე ლუის ენრიკეზეც ისაუბრა. ყველაზე მეტად მასში მომხიბლა მისმა ხასიათმა და ფეხბურთელებთან ურთიერთობის მანერამ. ეს მისგან თავიდანვე ვიგრძენი. როდესაც ვინმე მშვიდად მოდის შენთან და ყველაფერს გიხსნის, ფეხბურთელი კიდევ უფრო მეტ ძალის ხმევას დებს, რომ გაიგოს და კიდევ უფრო უკეთ ითამაშოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, რომ ყველაფერი უნდა გაიღო მისთვის, კლუბისთვის და ყველა გულშემატკივარისთვის. ის დიდი პატივისცემითა და სიცხადით გექცევა. ყველაზე მეტად მისმა ადამიანურობამ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. განაცხადა ხვიჩამ. ამერიკულმა ჟურნალმა Sports Illustrated-მა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები დაასახელა. ტოპ 25-ში Paris Saint-Germain-ის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და მეორე ადგილი დაიკავა. კვარა მხოლოდ რაფინიას ჩამორჩა, რასაც სრულიად არ ვეთანხმები და ჩემი პირადი აზრით, კვარაცხელია ბევრად უფრო მაღლა დგას ვიდრე რაფინია. ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში კვარადონას მეცახელის შემთხვევით არ მიუღია. დიეგო მარადონას მსგავსად მან ნაპოლის საუკუნოვანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა. თუმცა საქმე მხოლოდ ტიტულებში არაა. ზოგჯერ ის მარადონასავით თამაშობდა. ხვიჩა დიეგოზე მაღალია და მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს ცენტრალური პოზიციის ნაცვლად. სოლო რეიდების მეტოქეებზე უშიშრად წასვლისა და სანახაობრივი სტილის წყალობით კვარა საკულტო გმირად მალევე იქცა. მის თამაში არის თავბრუდამხვევი ინსტინქტური ელემენტები, რომლებიც გულშემატკივრებს ფეხზე აყენებს, ხოლო მცველებს მინდორზე აგდებს. 2025 წლის იანვარში Paris Saint-Germain-ში გადასვლის შემდეგ კვარაცხელია კიდევ უფრო წინ წავიდა. ის სარეკორდო სეზონის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, რომელშიც PSG-მ ისტორიული 4 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა. კვარაცხელიას ღირებულება ამაზე მაღალი არასდროს ყოფილა. მარადონას მსგავსად ქართველი სუპერვარსკვლავი შეუძლებელს ჩვეულებრივად აქცევს. წერს გამოცემა Sports Illustrated. დღევანდელი ჩვენი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დააჭირეთ ლაიქის ღილაკს. შევეცადოთ, რომ ავიდეთ 1500 მოწონებაზე. მადლობა, ვინც ბოლომდე დარჩით. მე კი გემშვიდობებით და აბა, მომავალ შეხვედრამდე.